მოგესალმებით, მე ვარ ნინო ვოლქვაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი და დღეს ვიქნები ამ პოდკასტის მასპინძელი, ხოლო რონდელის მიმოხილვის ტრადიციული მასპინძელი და წამყვანი ბატონი ალექსი ბუკა-პეტრიაშვილი დღეს იქნება სტუმრის როლში, იმისთვის რომ მიეცეს მეტი პლატფორმა და საშუალება გაგვიზიაროს თავისი მდიდარი ცოდნა და უკრაინის მოვლენების შესახებ. ბუკა, მოდი დავიწყოთ დღევანდელი საუბარი უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენების მიმოხილვით, კერძოდ პრინციპში მინდა პირველ რიგში დავიწყოთ უკანასკნელი იმ დიპლომატიური ძალისხმევით, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მეშვეობით წარიმართა სტამბულში მოლაპარაკებები, რომელიც 15 მაისს გაიმართა და პრინციპში არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. და აქვე მეორე კითხვაც იქნება, რომ პუტინის და ტრამპის ორშაბათის სატელეფონო საუბარიც რომ მიმოვიხილოთ, როგორ შეაფასებდი, რა შედეგი მოყვა და საერთოდ რა მომავალი უჩანს ამ დიპლომატიურ ძალისხმევას. მადლობა ნინო, ჩემთვის ცხადი იყო, ჩემთვის და ბევრი დამკვირვებლისთვის ცხადი იყო, რომ ორშაბათის პუტინსა და ტრამპ შორის გამართულ დაგეგმილ სატელეფონო საუბარს არ მოყვებოდა გარღვევა დიპლომატიური მემართულებით და არ დათანხმდებოდა პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, იმიტომ რომ პუტინი და მისი ესე ვთქვათ გარემოცვა მოლაპარაკე თავები ძალიან მკაფიოდ აცხადებენ და საუბრობენ ამაზე, რომ მათი თავარი მიზანი და მოთხოვნა ამ შეხვედრაზე, ორმხრივ შეხვედრაზე და მოლაპარაკებებზე არის საწყისი მიზეზის გარკვევა, თუ რატომ დაიწყო ეს ომი, საწყისი მიზეზის გარკვევაზე ძალიან სწორი პასუხი აქვს. ძალიან ბევრ ექსპერტს და მცოდნე ადამიანს რუსეთის, ეს არ არის უკრაინის მხარეს გამოსაკვლევი, ეს არის ცალსახად რუსული იმპერიალიზმის, რუსული ექსპანსიონიზმის და რუსული, ასე ვთქვათ, დაუოკეფელი და დაუსრულებელი ამ მისი მომხვეჭელობის, ტერიტორიების დაპყრობის ესეთი სურვილი, რომელიც ამოძრავებს კონკრეტულად პუტინს და რუსეთს, რათა მან შეძლოს იმ თავისი ოცნების აღსრულება, რაც არის საბჭოთა კავშირის აღდგენა და უფრო შორსაც კი წავიდეს, ვიდრე მხოლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენა. შესაბამისად, ამ ესე ვთქვათ, საწყისში დაბრუნება და ამ ესე ვთქვათ, მიზეზების კვლევაში ჩაფლობა არის ის ნაწილი პუტინის სტრატეგიის, რომელიც მას ძალიან ზედაპირზე არის ერთმნიშვნელოვნად, აქვს ძალიან ღიად გაცხადებული და არავითარი სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არავითარი ომის დასრულების შეთანხმება უახლოეს პერიოდში არ მოიაზრება საერთოდ. რა ვნახეთ სტამბულში, ჯერ აქედან დავიწყოთ, უნდა აღვნიშნო ერთმნიშვნელოვნად, რომ ზელენსკის ძალიან დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული ამ ყველაფერში, რომ არავის არ ქონოდა საფუძველი ამისა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასაც არ ქონოდა საფუძველი იმის თქმის, რომ აი უკრაინას არ უნდა სამშვიდობო შეთანხმება, უკრაინას არ უნდა მოლაპარაკებები. ზელენსკიმ თვითონ ძალიან კარგად გათვლილი ნაბიჯი გადადგა, როდესაც განაცხადა, რომ მზად არის და ელოდება თურქეთში ვლადიმერ პუტინს, ის ჩავიდა, ჩაფრინდა, შეხვდა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს და მას, რა თქმა უნდა, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა და აქვს ახლაც ევროპელ პარტნიორებთან და როდესაც მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხისთვის იყო განწირული, იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინმა გადამეტების გარეშე მართლაც ბუტაფორული დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა, იქ არ იყვნენ მისი მრჩეველიც კი
საგარეო პოლიტიკის საკითხებში უშაკოვი, არათუ ლავროვი და არათუ თავდაცვის მინისტრი ან უშიშროების საბჭოს მდივანი და არც ის ცნობილი მომლაპარაკებელი, რომელიც რუსეთმა წინა პლანზე წამოწია ამერიკის შეერთებულ შტატებთან კირილ დმიტრიევი, რომელიც უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს კურირებს რუსეთში და აქვს მანდატი ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის. ეს დელეგაცია იყო წარმოადგენილი მედინსკის დონეზე, რომელიც 2022 წელსაც ხელმძღვანელობდა და მან ძალიან მკაფიო გზავნილები გაახმიანა, რომ რუსეთი მზად არის იბრძოლოს ბოლომდე, როგორც ეს იყო შვედეთთან 1721 წლებში. თავად პუტინიც აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ის თავისუფლად შეძლებს ყველა დასახული მიზნის მიღწევას, რომელიც აქვს ამ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ანუ ომს, ანუ ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც მას გაცხადებული აქვს თავის კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, არალეგიტიმურად, რომ ეს არის რუსეთის ტერიტორიები, ის აუცილებლად მასზე დაამყარებს კონტროლს. ხოლო მოთხოვნების ნუსხაში თავდაპირველი მოთხოვნების, რომელიც წარდგენილი იყო უკრაინული დელეგაციის წინაშე, მოთხოვნების ნუსხაში არის ამ ტერიტორიების იმ ნაწილიდან, რომელსაც აკონტროლებს უკრაინა, მაგალითად ზაპოროჟიეს, ხერსონს, მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, უმეტეს ნაწილს ამ რეგიონების აკონტროლებს, დონეცკსა და ლუჰანსკში ასევე არ აქვს სრული კონტროლი დამყარებული რუსეთს, აქედან უნდა გავიდეს უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმის და დანარჩენი ამ რეგიონების რუსეთის ტერიტორიებად, რაც გამორიცხულია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა შეკითხვის, განცხადების, ბრიფინგის დროს ღიად და პირდაპირ განაცხადა, რომ არ მოხდება უკრაინის ტერიტორიების ჩაბარება და რუსულ ტერიტორიებად აღიარება. უკრაინა არ მიიღებს ნეიტრალიტეტს, უკრაინა არ იცვლის თავის გეზს ნატოში გაწევრიანებიდან და უკრაინა არ აპირებს მისი შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას. ეს არის ყველა ის მოთხოვნა, რომელიც არის დაყენებული რუსეთის მხრიდან. კი ბატონო, აი აქ თუ შეიძლება რომ ჩაგეკითხოთ. კი, აუცილებლად. ეს არის ის კონცეფცია პრინციპში, ანუ ის გამოსავალი, რასაც ზელენსკი აყენებს, და რის ერთგულიც არის ევროპა, სამართლიანი მშვიდობის კონცეფციის, იმიტომ რომ არ იქნება თუ არ იქნება, თქვათ, სამართლიანი მშვიდობა დამყარებული, ეს ვერ იქნება განხილული როგორც გრძელვადიანი გადაჭრა ამ უდიდესი კატასტროფის, რაც ახლა ევროპის ტერიტორიაზე ტრიალებს. შესაბამისად, ევროპა ამის ერთგულია, ევროპა ღიად ცხადებს, რომ ის უჭერს მხარს ამ ომის მხოლოდ მშვიდობიან, მაგრამ სამართლიანი მშვიდობის, ანუ მხოლოდ სამართლიანი მშვიდობის დამყარებას, ხოლო რამდენად ერთგულია ტრამპი ამის. იმიტომ რომ ტრამპის განცხადებებში ბევრჯერ იქნა რაღაც კომპრომისებიც გაჟღერებული, ბევრჯერ იქნა გაჟღერებული ესეთი ფრაზები, რომ უკრაინასაც მოუწევს დათმობა. ანუ მისთვის თითქოს საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ არ არის, თქვათ, ესეთი გადამწყვეტი ის, რომ ეს აუცილებლად საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულებით იქნას მოგვარებული ომი. დონალდ ტრამპი პირველივე საათებიდან მისი გაპრეზიდენტების და მანამ des კამპანიის დროს მთავარ ამოსავალ წერტილად ამ მთელ ამ უბედურებაში, ამ ტრაგედიაში, რასაც ქვია რუსეთის ომი უკრაინაში, ამოსავალ წერტილად ყოველთვის მიიჩნევდა მის როლს, მისი ლიდერობით უსწრაფესად ომის დასრულებას 24 საათი, შემდეგ 100 დღე, ახლა ვხედავთ, რომ საერთოდ აღარავითარ ვადების ხსენება არ არის. დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ახლაც აცხადებს ამ სატელეფონო საუბრის მერეც გამოაცხადა, რომ დაელოდებიან რუსეთის მიერ მომზადებულ
მოთხოვნათა ნუსხას, რომელიც აისახება მემორანდუმის პროექტში, რუსებმა შესთავაზეს, რომ მოამზადებენ მემორანდუმს, რომელიც აუცილებელი იქნება მოლაპარაკების დასაწყებად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი განსხვავებული იმისგან არ იქნება, რაც რუსებმა აქამდე გაახმიანეს, იქნება ეს ჩამონათვალი. დონალდ ტრამპიც ასევე ხვდება, ისევე როგორც მისი ადმინისტრაცია, რომ პუტინი ამ სიტუაციიდან უკან დახევას არ აპირებს, ის გააგრძელებს ამ ომს, იმიტომ რომ მას აქვს გეგმაში ზაფხულში შეძლების და გვარად მეტი ტერიტორიის დაპყრობა და კიდევ უფრო მეტი უპირატესობის მოპოვება შესაძლო მოლაპარაკების პროცესში, ხოლო დონალდ ტრამპს თავადაც ამ სატელეფონო საუბრის შემდეგაც და მისმა მოადგილემ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო მდივანმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც განაცხადეს, რომ თუ აქ არ იქნება პროგრესი და თუ ჩვენ დავინახეთ, რომ არ მიდის ეს მოლაპარაკების პროცესი, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროცესიდან გაწევის, გასვლის შესახებ. და ეს არის საკმაოდ ისეთი მძიმე და რთული გადაწყვეტილება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ამ პროცესიდან გადის, თუმცა ევროპელებზე იკითხე და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ევროპელების როლი ნამდვილად გამოჩნდა, ევროპელებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინონ ევროპა როგორც იმ წონის და მასშტაბის მოთამაშე, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც არის ჩინეთი, ევროპულ კავშირს ეხლა და დიდ ბრიტანეთს ერთობლიობაში აქვთ ეს შესაძლებლობა, რომ ევროპის მნიშვნელობა ავიდეს შესაბამის გეოსტრატეგიულ დონეზე. ისინი ყველა მხრივ გამოხატავენ ზაობას და ასრულებენ კიდეც ამას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უკრაინისთვის დახმარების კონტექსტში, სამხედრო დახმარების კონტექსტში ისინი აცხადებენ, რომ ვერ მოხდება ვერავით არის შეთანხმება უკრაინის გარეშე და ვერ იქნება მოლაპარაკებები ევროპის გარეშე. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ახსენე ასევე საერთაშორისო სამართლის და შეთანხმებული მსოფლიო წესრიგის მნიშვნელობა. უკრაინის ტერიტორიები მხოლოდ უკრაინას არ ეხება და ეს გადაწყვეტა მხოლოდ უკრაინას არ ეხება, თუ ეს დაკანონდა 21 საუკუნეში, რომ უფრო დიდ და უფრო დიდი ზომის არმიის მქონე ქვეყანას შეუძლია ძალით დაეპატრონოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიებს, ეს შექმნის პრეცედენტს იმისა, რომ ვისაც კი ძალა ექნება, ვისაც კი ამის სურვილი ექნება, განახორციელოს მსგავსი ოპერაცია ქმედება და ძალიან ბევრი საკამათო ტერიტორია არის მსოფლიოში, რომელიც შეიძლება გახდეს ასეთი სისხლისღვრელი კონფლიქტის მიზეზი. სხვათა შორის დღეს ნახე ვიდეო 1999 წლის პუტინის, რომელიც საუბრობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება სხვის ტერიტორიებზე პრეტენზიების გამოცხადება, იმიტომ რომ ეს იქნება პანდორას ყუთის გახსნა და მარტო რუსეთის ტერიტორიაზე არის 400 ასეთი საკამათო ტერიტორია, რომელზეც შეიძლება მათ მოუწიოთ სადღაც დათმობაც კი და სადღაც სერიოზული კამათი და დავა. შესაბამისად, ევროპა ხვდება ამას, რომ ეხლა თუ რუსეთს ეს დაუკანონდა და ეხლა თუ რუსეთს ეს გავიდა, გამორიცხულია, რომ რუსეთმა შემდგომშიც არ გააგრძელოს და არ განავწოს ის თავისი ექსპანსიური პოლიტიკა და იმპერიის აღდგენის მას აქვს ეს პეტრე პირველის ბიუსტი კაბინეტში უდგას და არის ძალიან მოკლედ ამ როლში და მე თუ მკითხავთ მარაზმშია გადავარდნილი, იმიტომ რომ არის ამ როლში შესული, რომ მან
მიწების შემგროვებლის სტატუსით უნდა მოიხვეჭოს, რისთვის ჭირდებათ ეს მიწები, უბრალოდ ყველაზე დიდი ტერიტორია არის ხმელეთის ტერიტორიით სოფლიოში და რა მდგომარეობაშიც არის რუსეთი მთლიანად და რუსეთის მოქალაქეები, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ ტრამპის გაწევის და ამერიკის გაწევის შემთხვევაშიც შეიძლება მე მაქვს ამის იმედი და ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტებიც გაუჭირდება ევროპას, მაგრამ თუ კი მოხდება იმ ტიპის თანამშრომლობა, რომ უკრაინისთვის შეისყიდონ ამერიკული შეიარაღება. სხვათა შორის მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განუცხადა სენატორებს, რომ მათ არ გაუნებებია ახალი დიდი დახმარების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ისინი ახლაც კი ევროპელ მოკავშირეებთან ერთად არიან პეტრიოტის სისტემის მოძიებაში, რათა მიაწოდონ დამატებითი პეტრიოტის საერთაშორისო თავდაცვის სისტემები უკრაინას. ლუკა, აუცილებლად უნდა გკითხოთ, ის რომ ტრამპმა უკვე გააჟღერა ესეთი მესიჯი, რომ შესაძლოა საერთოდ გავიდეს ამ თამაშიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ დახმარებას, გულწრფელადო ამბობს, მაგრამ თუ არაფერი გამოგვივა, ჩვენ გავერიდებით და ძალიან დისტანცირდა თავის განცხადებაში ამ ომისგან, თქვა რომ ეს ჩვენი ომი არ არის, თითქოს საერთოდ არ ეხება ეს საერთაშორისო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი მას. არის თუ არა ეს ის რისკენაც პუტინი მიისწრაფვის. ანუ ეს იყო თუ არა მისი მიზეზი, რომ დაეღალა ტრამპი, ვთქვათ, მუდმივი იმედგაცრუებით და იმით, რომ არაფერი არ გამოდის ამ სამშვიდობო მოლაპარაკებიდან და ამერიკის ძალისხმევა ფუჭია ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. და ამისკენ მიისწრაფვის თუ არა პუტინი, ამას აკეთებს რეალურად. პუტინს ერთი მნიშვნელოვნად იმ თავითვე ჰქონდა გეგმაში, რომ გაეწელა პროცესი, შეექმნა ილუზია და ამერიკა გაეწია საერთოდ დონალდ ტრამპისთვის შეექმნა მის ილუზია, რომ აი ძალიან მაგარი შესაძლებლობები არის რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით, ენერგეტიკის სფეროში, თანამშრომლობის კუთხით და ამ პროცესიდან გაენეიტრალებინა და გაეწია ამერიკის შეერთებული შტატები. აღფრთოვანებულები არიან რუსული პროპაგანდისტული მედია, სატელევიზიო და ბეჭდური მედია, აი ესეთი სიამოვნები და აღფრთოვანებით საუბრობს ამ სატელეფონო საუბრის შედეგებზე, ისევე როგორც ძალიან კვაყოფილი ჩანდა დონალდ ტრამპი, თუმცა მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა ასევე უთხრა, რომ მისი მეუღლე მელანია უფრო მოწონს ვიდრე დონალდ ტრამპიო და არ ვარ დარწმუნებული ეს კარგი იყო თუ ცუდი იყო, ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს პრეტენზიაო მელანიას მისი მეუღლის თანდასწრებით ერთ-ერთ საკანონმდებლო აქტს მოაწერა ხელი, რომელშიც ჩართული იყო. მაგრამ დონალდ ტრამპი არის იმ ამბიციების და ესეთი ამბიციური ბუნების და ფსიქოლოგიის პატრონი, რომ ის კი შეიძლება ამ სიტუაციიდან, ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები გაიწიოს ამ მოლაპარაკების პროცესიდან, მაგრამ დონალდ ტრამპი დარწმუნდა ერთ რამეში, რომ ევროპელების გარეშე სანქციებს ვერ მოხსნის, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება არ გამოვა და შესაბამისად მას შემდგომში საერთოდ არ გამოურიცხავ. ახლა მარკო რუბიო ხსნის არ დაწესებას ახალი სანქციების იმით, რომ ამით შეიძლება რუსები დაფრთხენ. თუ ამისი უკვე შემდგომში საშიშროება ჭყალებში აღარ ექნებათ ამერიკელებს, რომ რუსები შეიძლება გაიქცენ მოლაპარაკების მაგიდიდან და არ მივიდნენ საერთოდ იქამდე, მაშინ მე არ გამოურიცხავ, რომ კიდევ უფრო მეტი ხისტი სანქციებით შემოვიდეს და ფაქტიურად ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს მოლოდინი ეკონომიკური და სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის ბუმის რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამართდეს, რომელსაც ასე აცხადებს დონალდ ტრამპი, ჯიუტად, რომ არის ძალიან დიდი შანსი და ძალიან კარგი შესაძლებლობები რუსეთთან ვაჭრობის. ვერ
დაემხობა ასე მთელი სოფლიო უსაფრთხოების და ურთიერთობების სისტემა და ეს ძალიან კარგად იცის დონალდ ტრამპმაც დარწმუნებული ვარ და მისმა გარემოცვამაც. ძალიან დიდი მადლობა ბუკა. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, საუბარია იმაზეც რომ შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტა გახდეს შესაძლებელი მას შემდეგ რაც პუტინი და ტრამპი პირისპირ შეხვდებიან, მიდის ამაზე საუბარი, თუმცა არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, რონდელის მიმოხილვაში აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას. დიდი მადლობა. მადლობა.